მურუსიძე წლის ერთ-ერთი შეკითხვა, რომელზეც პასუხი ვერ მიიღეთ. პირადად მე მაგალითად ვერ მივიღე კონკრეტული პასუხი. მხოლოდ მურუსიძე, თუმცა მურუსიძეზე დიდი პრობლემა დღეს ქვეყანაში არის ეკონომიკური მდგომარეობა, როდესაც ფაქტობრივად 2016 წლის დასაწყისში, ანუ წელს რომელსაც ვაჯამებ, დაიწყო ქვეყანაში ეკონომიკური დაღმასვლა, კრახი და ჯერ კიდევ გვახსოვს, როდესაც წლის დასაწყისშივე ლარის კურსის ინფლაცია დაიწყო და მაშინ განტევების ვაცად გამოიყენეს გიორგი ქადაგიძე. მას დავაბრალეთ, რომ გარდა რეგიონში არსებული პრობლემებისა, გიორგი ქადაგიძე იქ რაღაცებს შვებოდა და ლარის კურსი შვებოდა კიდეც იქ რაღაცებს, მაგრამ ნუ როგორც ჩანს ამასაც ასწავლა და იგივე საკეთებს, ხო? რა თქმა უნდა, ეს ნიშნავდა იმას, რომ წლის შემდეგ უბრალოდ მოუსწრო ტურისტულმა სეზონმა, გარდა იმისა, რომ ყველა რეზერვი რაც კი გააჩნდა ეროვნულ ბანკს, ასე ვთქვათ, მარტივად რო ვთქვათ, იყო განიავებული და შემდეგ ტურისტული სეზონის განმავლობაში ეს ამოიქაჩა აქედან. როგორც კი ეს ტურისტული სეზონი დამთავრდა, მაშინ როდესაც წლის ბოლოს ნებისმიერი წლის სტატისტიკას რო გადავხედოთ, ლარის კურსი არათუ უნდა გაუფასურებულიყო, როგორც დღეს მოხდა. გუშინ ეროვნული ბანკის კურსი 2.65 იყო და დღეს 2.66 გვაქვს, მოხდა პირიქით. და რატომ მოხდა მაგალითად დღევანდელ დღეს? მაგალითად, თელ რიგ საბიუჯეტო უწყებებში ხელფასები არ დარიგებულა. მარტივი მიზეზის გამო, რომ ფინანსთა ხაზინა ვერ გაუშვებდა ერთდროულად ლარის ჭარბ მასას, როგორც კი ეს დღეს მოხდა, მაგალითად უნივერსიტეტებსა და ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ასე შემდეგ ხელფასები გაიცა, ლარის კურსი ეს რა თქმა უნდა აისახა. ეს ნიშნავს, რომ წლის დასაწყისიდან და მომავალ წელს ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა იქნება კატასტროფულად ცუდი. როდესაც იმპორტსა და ექსპორტს შორის ბალანსი შეუძლებელია, რომ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არაფერი არ ხდება ეკონომიკური თვალსაზრისით, ამის ბალანსი ამ ხელისუფლებამ შეძლოს და დაიჭიროს, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ეკონომიკურად დაიღუპება. ეკონომიკურად დაიღუპება, აისახება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე და აი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან კარგია, როგორც საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ სერვისით სარგებლობ და სახელმწიფო ზრუნავს შენზე, თუმცა მე მგონი, როგორც მახსოვს შეიცვალა და ყველა ადამიანი ვეღარ იქნება დაზღვეული, ხა ყოველი მეხუთის ნაცვლად ყოველი მეშვიდე იქნება და ასე შემდეგ და საქართველოს ბიუჯეტს არ აქვს იმისი ფუფუნება, რომ ამხელა სოციალური პაკეტები ქონდეს ბიუჯეტში და არ აქვს იმის ფუფუნება, რომ იზრუნოს მთლიანად დღევანდელი ეკონომიკის პირობებში. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს ბიუჯეტს არც იმისი ფუფუნება აქვს, რომ ამდენი ჩინოვნიკი შეინახოს. ზოგიერთი რაიონის გამგეობაში და საკრებულოში 300 და 400 კაცი მუშაობს. ეხლა წარმოიდგინეთ